მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება კვლავ თქვენ სამსახურშია, ჩემი დღევანდელი გამოშვება. რა თქმა უნდა, სრულად ხელოვნებას დაეთმობა, დავიწყებთ ჯაზის მუსიკით და ჯაზის მუსიკოსით, რომელიცაც წარდგენა უკვე აღარ ჭირდება, უბრალოდ ოთარი რომ თქვა ყველა მიხვდებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე გახლავთ შემოქმედება, ადამიანი, რომლის შესახებაც მხოლოდ კარგს საუბრობენ და ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე და აი ამ სიყვარულით გვაწვდის ჩვენ მის მიერ შექმნილ თუ შესრულებულ ჯაზის მუსიკას. ოთარ მაღრაძე, მოგესალმები ოთარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ. უამრავი სიახლეა შენს შემოქმედებით ცხოვრებაში, თუმცა ვიდრე ამის შესახებ საუბარს დავიწყებდე, ჩემს არაჩვეულებრივ მაყურებელს მინდა ვამცნო, რომ ჩვენ დღეს გვექნება 3 ჩართვა, 3 შესანიშნავი ქალბატონისა და ეს შემთხვევითი არ არის, სულ მალე ქალბატონების თვე იწყება და ეს თვე ზუსტადაც რომ ოთარის დაბადების დღით იწყება, 4-ში ოთარის დაბადების დღეა, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ და აუცილებლად მიულოცავთ ჩვენ მას ამ დღეს. და მინდა გითხრათ, რომ მილანიდან ჩაგვერთვება ფსიქოლოგი, მოდელი, პუბლიცისტი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, თინათინ, იგივე თიკა აიწურაძე. ისრაელიდან ჩაგვერთვება ისრაელში ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი ადამიანი, რომელიც არის უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი და უამრავი სიახლის ავტორი, ქალბატონი რეჟისორი, ქალბატონი მარინა გელაშვილი და ასევე ისრაელიდან ჩაგვერთვება ესეც სხვათა შორის მარინა გელაშვილის აღმოჩენა გახლავთ ქალბატონი დიანა ბენიაშვილი. ასე რომ წინ ძალიან საინტერესო 50 წუთი გვერის და მე თქვენთან ერთად ვარ და ერთად ვისი ამოვნოთ. ოთარ, პირველ ყოვლისა 4-ში არის, მაგრამ ეხლა გილოცავ, იმიტომ რომ 6-ში ჩვენ კი გავდივართ ეთერში, მაგრამ 6 უნდა მიუძღვნა სრულიად ქალბატონებს და იქიდანაც მოგილოცავ. შენი შემოქმედებითი წინსვლა ის იქნება, რომ საზოგადოებას მუდმივად შესთავაზო ის ლამაზი საღამოები, რომელიც შენ ხელგეწიფება და არა მხოლოდ შენ, აი უკვე რამდენი ხანია შენ და შენს ტრიოს და მოდი ახლა სიახლეებზე გვესაუბრე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ჩვენს ტელემაყურებლებს. ყოველთვის მიხარია თქვენთან მოსვლა ამ გადაცემაში და დიდი მადლობა ჩვენ ძალიან გილოცავთ ქალთა დღეს ყველას და აუცილებლად კონცერტს გავაკეთებ. მიგიძღვნით თქვენს ჩემი კონცერტით, მოგეფერებით და რაც შეეხება ის რაც უნდა გავაკეთო და რაც წინ მელის, მაინც დაუბრუნდები მე. შარშანდელი წელი საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყო ჩემთვის. ძალიან სიამაყით მინდა ვთქვა, რომ გავხდი პატრიარქის პრემიის ლაურეატი. კი, მოგილოცეთ და რა თქმა უნდა, კიდევ გილოცავთ და ყოველთვის მოგილოცავთ, იმიტომ რომ ეს მართლა ის უდიდესი და ულამაზესი აღიარება. გასაკვირველია, ყველას დიდი ჯილდო იყო ჩემთვის. კი, ნამდვილად. მით უმეტეს ჩვენი პატრიარქი დაჯილდოებულია იმ ნიჭით, რასაც მუსიკა და მხატვრობა ქვია. ყველაფრის ნიჭით არის ჩვენი უწმინდესი დაჯილდოება. აღინიშნოს არ შეიძლება. ასევე კულტურისა და ხელოვნების მეგა დაჯილდოების გამარჯვებული გავხდი, რომელიც ასევე საპატიო იყო ჩემთვის და რა ვიცი, ესე იგი წელსაც ვფიქრობ, რომ რაღაცა წარმატებებს მივახცევ. რაღაცა კი არის სერიოზული წარმატება, იმიტყვილა არ ვთქვი მე წინსვლა და წინსვლა შემოქმედისთვის და თითოეული ადამიანისთვის მუდმივად ერთ ადგილზე ყოფნა მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაო, გითხრათ იდმაილია. მაგისთვის არ ვიღწვი და არ
შრომო. არა, მაგრამ შენ იმისთვის იღწვი, რომ შენ იღებ სიამოვნებას და ამით შენი საყვარელი საქმიანობით საზოგადოების მაინც გულს უხარი. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ მუდმივად. ხო, 4 მარტს ჩემი დაბადების დღეა, 4-ში არ გამოვიდა რაღაც მიზეზების გამო და 5 მარტს მაქვს უკვე საკმაოდ ცნობილ ჯაზ კლუბში სახელწოდებით. ისე იგი სასტუმრო ტელეგრაფში არის ჯაზ კლუბი, ყველამ კარგად ვიცით, თათუსა სახელწოდებით თათუსა. ჩვენი ცნობილი ჯაზმენი, დიდი მუსიკოსი თამაზ ყურაშვილის, რომელსაც ყველა მოფერები თათუზას ეძახდა და მას ჩატარდება 5 რიცხვში 21 საათზე, 9 საათზე, 5 მარტს კი ბატონო. 21 საათზე. ხო. და მე გამოდივარ ჯაზ ტრიოს შემადგენლობით. დაბადების დღეს აღსანიშნავად მხარში ამომიდგებიან ჩვენი ცნობილი მუსიკოსები, ბასისტი გიორგი სამსონაძე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი მუსიკოსი, ჩემი ძველი დრამერი გია სალაღიშვილი. საკმაოდ საინტერესო პროგრამა გვაქვს, ვინც ბოლო დროს თვალს ადევნებს ჩემ შემოქმედებას, იციან რომ მე ესეთი სინთეზი მაქვს გაკეთებული, რომელიც უცხოელებს ძალიან მოწონდა, ყურადღებით ადევნებენ ჩემ შემოქმედებას თვალს. აი ეს სინთეზი ქართული თემატიკის, ქართული ფოლკლორის და ასევე შეხამებული ამერიკულ ჯაზის გამოსახულ საშუალებებთან ერთად და აი ეს სინთეზი იძლევა იმას, რომ აი ეს ჩემი კომპოზიციები გაჯერებულია რაღაც ჩვენი ერის, ჩვენი სულისკვეთები და უნიჭიერესი ჩვენი ხალხის ფოლკლორით, რომელიც დამუშავებულია და როგორც გითხარით, სინთეზია უკვე ამერიკულ ჯაზთან. გარდა იმის შესახებაც ვისაუბროთ, ჩვენ ნოტების ავტორი რო ხარ. ისი? ნოტების. მაგაზე ვიტყვი, ხო, ეს კიდე რო არ გამომჩეს იმ პროგრამის, რომელიც ხუთში იქნება, არა მარტო ქართულ თემაზე შესრულებული კომპოზიციები იქნება, ასევე იქნება ხო, ქართველ კომპოზიტორების თემებზე აგებული ჯაზური კომპოზიციები და რასაკვირველია, იქნება ერთი რამოდენიმე ასევე ჯაზური სტანდარტი, რომელიც მე მაინც ესეთ ქართულ სტილში მაქვს გაკეთებული. ხო და კონცერტამდე ბევრ მუსიკოს მოვასმენინე და ბევრს მოეწონა ეს ექსპერიმენტი, მე ვიტყოდი. ტელონიუს მონკის უცნობილესი თემა, თქვი რამდენჯერმე Round Midnight გავაკეთე ესეთ ქართული სულისკვეთები და ალბათ მაყურებელი 5 მარტს დამაფასებს, შეაფასებს ჩემ ნამუშევარს, ხო, რაც შეეხება. ხო, წარმოგიდგენია, წინ რა საინტერესოს აღმოგვერის 5 მარტს. რაც შეეხება ხო, ესეთი ქათინაურით არ ვიძახი, ჯერჯერობით ღმერთმაქნას კიდევ ბევრი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით მე ვარ ის მუსიკოსი, რომელმაც ჯერჯერობით ერთადერთი ჯაზური კომპოზიციების ნოტები გამოვეცი. ეს იყო პანდემიამდე 2020 წელს და შესულია 8 ჩემი საუკეთესო ჯაზური კომპოზიცია და რა ვიცი ისიც დაფინანსება ეგ უნდა მეთქვა, ისიც ვთქვათ, რომ სულ თავისი თავად დაფინანსებს მოკლედ საკმაოდ ბევრი დაბეჭდა, ბევრი დაბეჭდა და თან ჩუქნის სულ მუსიკოსებს და ვისაც უნდა უცხოელებს ის საინტერესო იქნებოდა რომ გვეფიქრა აი ამ ნოტების დაფინანსების შესახებ. კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა ურიგო, დუპრიანი იქნებოდა რომ შევიდეს მუსიკალურ სკოლებში ეს ნოტები. ხო, აი ზუსტად ბევრი მუსიკოსი, ბევრი მუსიკის მასწავლებელი ჩვენი მუსიკალური სკოლების მწერალ სახელმძღვანელოთ რომ გაკეთდეს. რომ არ შეგიძლია და ვეუბნები რომ აი ქსეროქსზე გადავიღებთ და რაღაც ცოტა ჯობდა რომ გამომეცა და პოლიგრაფიულად და ისეთ მშვენიერი გაკეთებულია და
მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ეხება ყურად იღებს და ვეცდები რომ რამდენიმე 3-5 მარტსაც დავარიგო, როგორც აი პრეზენტაციაზე დავარიგე. საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ნოტების. ვინც მოგზანდებით, ალბათ შეგხვდებათ. ოთარ, ქართულ თემატიკას რომ ანუ ამერიკისა და ქართული თემატიკის აი ეს სინთეზს რომ სთავაზობ მსმენელს. პირველად პირდაპირ მსმენელამდე მიგაქვს, ეს ხათაშორის არასდროს არ მიკითხავს მე შენთვის ეს პირდაპირ მსმენელამდე მიგაქვს თუ ჯერ მუსიკოსებს ასმენინებ, გნებავთ ქართველებს, გნებავთ ამერიკელებს. ისე ხათაშორის ამერიკაში ჯაზის სამშობლოში მეტად მოთხოვნადი მუსიკოსია ოთარ მარბაძე. არა, ვიტყვი რომ როგორც მოხდება, რა ვიცი, თუ მუსიკოსები იმ პროცესში გამეკონტაქტებიან, შეიძლება მოასმენინო. თუ ჩვეულებრივი მაყურებელის შემქმნელობა ვიღაცა და იმასაც შეიძლება გაუზიარო ეგ. ესე სპეციალურად მუსიკოსებისთვის არ მიკეთებია. გასაგებია და მომავალი თაობა ჩვენი, რომელიც ძალიან იჭიარი თაობა გვყავს. მე მაგაზეც ვიტყვი რომ ბევრს ვასწავლე ეს ჩვენ ცნობილ ახალგაზრდა უნდერკინდებს. ოთარის აღზრდილები მუსიკის სფეროში, რა თქმა უნდა, ამერიკის და სხვადასხვა ცნობილ სკოლების დამთავრებულები არიან და ცნობილ სცენაზე გამოდიან. თუმცა დაწყებითი განათლება, ესე იგი, ოთართან მიიღეს. ჩემთან მიიღეს და მე უკვე როგორც იტყვიან, დაბრთიანდნენ და იგივე ბექაც ხო? ბექაც მე არ ვასწავლიდი, ბექა ზურარამიშვილი ასწავლა. ზურა, ნუ არა შეულებრივი ზურარამიშვილი. ბაჩა მძინარიშვილი ლუკა თოფურია ჩვენი ესეთ უცნობილესი ახლა ახალგაზრდა და სხვა შორის ნუცინები ერიძესაც ვასწავლიდი ისიც ბერკლიში ახლა ამჟამად ამერიკაშია და ძალიან საინტერესო კომპოზიციები აქვს ნუცის ძალიან იჭიერი გოგო ჩვენ რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს მაგათ მე ყველას ვეუბნები მე რამდენად გამომივიდა არ ვიცი თუმცა ვესწრაფოდი იმის გაკეთებას რომ ყოველთვის ხელოვანს არ აქვს მნიშვნელობა ეს მუსიკოსია თუ მხატვარი თუ თუნდაც პოეტი თუ რა ვიცი უნდა კონდეს თავის სახე, თავის სტილი. რა თქმა უნდა, ინდივიდუალობა უნდა კონდეს, ხელწერა უნდა კონდეს თავისი. რა ძალიან ძნელია, საკვირველია. ეხლა ჩვენ რომ მოვისმინოთ და ეს ამერიკელი დიდი მუსიკოსები, ვარსკვლავები, ჯაზმენები, ჩიკორეა, იგივე ხენკოგი პეტრუჩიანი, ყველას თავის CD რომ მოისმინო, აი ხო არა? მიხვდები. მე შენზეც ხვდები. და ცუდი შეფასებაა ჩვენი მუსიკისთვის. CD-ს როცა უსმენ და არ ჩანს და რო იტყვი რომ ჯარეტიაო და მე აღმოჩნდება ვიღაცის ისე ძალიან დიდი მნიშვნელობა, ახლა ჯარეტი ახსენა და კეი ჯარეტს აქვს კლასიკური განათლება, ხო? მიღებული და იმიტომ არის ეს, რა ვიცი, ერთ-ერთი კი არა, მე მგონი ყველაზე ძლიერია კეი ჯარეტი, არ ვიცი, მე ხო თან როგორ შეაფასე. არც ისე დიდი ხნის წინ. ერთი მხარე წაერთვა. უი, რას მეუბნები? ბიჭებმა მითხეს, მე სხვა ჩვენს არ მომისმენია, არც მე არ ვიცოდი. იმაში რა ქვია ინტერნეტში თურმე ერთი ხელი თუ გრავს სასწაულებს აკეთებს, სასწაულებს. ის რომ მოისმინო, იტყვი რომ ორი ხელი თუ გრავს. კაი, რას? ნუ გენიოსია. ერთადერთი მუსიკოსია, რო ვერ შეძლეს ჩამოყვანა აქ საქართველოში. თავის ხენგოგი, ჩიკოს ყველა ჩამოიყვანეს. ცოტა უცნაური ყოფილა, ხა როგორც ყველა გენიოსი. ეგ უნდა მეთქვა, ხა. ხო და ვერ ჩამოიყვანეს. კახას რო უთხარი კანდელაკს თავის დროზე, მე ვთქვი რა გახდა მეთქი. არა, კახა ძალიან მოდომებულები არიან, კახაც, მიშაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. მე ვთხარი რამის მაილს დევისი გააცოცხლო და ჩამოიყვანა. არა ბიჭო, რა უცნაურიო, როგორ არ მიუდექითო, აქედიკი. ნუ ჩვენ იმედი არ დავკარგოთ და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ კეიჯარეთს აუცილებლად მოусმენთ საქართველოში. ოთარ, თუ გახსოვს და გახსოვს ალბათ პირველი ქართული კომპოზიცია, რომელიც ამერიკულთან შეაერთე, ასე ვთქვათ.
ამერიკოს დაუმეგობრე. ჩემი პირველი კომპოზიცია იყო, რომელიც ძალიან მიყვარს და სხვა შორის Big Band-ში, Big Band-ზეც ვილაპარაკებ ცოტას. გააორკესტრა თავის დროზე თენგიზ ამირიძე, ყველა ვიცნობთ. კი, როგორ ფილმით მაესტროთი და ბრწყინვალე მუსიკოსი და ეხლა ახალი სული შტაბერა ამ არანჟირებას ორკესტრზე ჩვენმა ტრომბონისტმა Big Band-ში რომა პოგოსოვმა, რისთვისაც მას დიდი მადლობა და ეს კომპოზიცია შესრულდება ასევე ჯაზის საერთაშორისო დღეს 30 აპრილს, რისთვისაც ჩვენ გამალებით ვემზადებით უკვე ჩამოდიან ამერიკელი ორი ზუსტად არ ვიცი, ორი ვარსკვლავი ჩამოდის მომღერალი და წინა ესეთი ჯაზის დღეებისგან განსხვავებით ეხლა იქნება ორი დღე 29 და 30 საინტერესო იქნება 30 აპრილს ორი დღე იქნება სადაც ჩვენც გამოვალთ ჩვენი ორკესტრი ჩვენი მომღერლები იქნებიან მაია ბარათაშვილი მარიკო ებრალიძე და სხვები კიდე აღარ ჩამოთვლი და მეორე განყოფილება ერთი დღე ჩვენ დაგვეთმობა მეორე დღე ამერიკელ მომღერლებს, რომლებსაც აკომპანიმე ჩვენ გავუკეთებთ. და რა საინტერესო იქნება, მაგრამ მანამდე ხუთში სასტუმრო ტელეგრაფის ჯაზ კლუბში სახელწოდებით თათუზა ჩვენ ყველას გველის ძალიან საინტერესო კონცერტი ოთარ მაღრაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ოთარისა და მისი ტრიოს შესრულებით ლამაზი კომპოზიციები 5 მარტს 21 საათზე საღამოს 9 საათზე ძალიან დიდი მადლობა ეხლა მე თქვენ დაგიტოვებთ ორ საინტერესო ვიდეოს ოთარის შესრულებით და თიკა აიწურაძე იქნება შემდგომ ხაზზე შემდეგ მარინა გელაშვილი და ასე შემდეგ ოთარ მადლობა. შენგან განებიურებული ვარ ყოველთვის ყურადღებით და დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ჩვენ შენგან ვართ განებიურებულები, შენი ნიჭით, შენი ნიჭიერი კომპოზიციით და ეხლა შენი ჯგუფით. გილოცავთ 4 მარტს და სხვათა შორის სწორედ 4 მარტს არის ოთარის პატარა შვილიშვილი დაბადებული და 4 მარტს 4 წლის გახდა 4 წლის ხდება მიულოცე პატარა 4 წლის და მე 72 ასე გილოცავთ რა თქმა უნდა გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და ოთარ შენ შემოქმედებით მადლობა ჩემო დიდი მადლობა გთხოვთ ჩართოთ ვიდეო
და კვლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება და მილანიდან თინათინ იგივე თიკა აიწურაძე გვერდება. თიკა, მოგესალმებით. მოგესალმებით, ისმის ჩემი ხმა. კი, ძალიან კარგად ისმის, კადრიც ფანტასტიურია. თიკა, პირდაპირ შეკითხვაზე გადავალ. წერან რომ გელაპარაკე, სხვათა შორის თიკას რამდენიმე საათის წინ დაურეკე და მაშინვე დამთავრდა და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. წერან რომ გელაპარაკე, შენმე მითხარი, რომ ეხლა ამ კვირაში მესამე ქვეყანაა, სადაც მივდივარო და ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყოველთვის იყავი წარმატებული, ყოველთვის სახელიანი ფსიქოლოგი ხარ, იყავი და ხარ და ასე იქნება მარაჯამს, მაგრამ ამ ბოლო 1 წლის არა და წელწადნახევრის განმავლობაში უამრავ და ულამაზეს წარმატებას მიაღწიე. ხარ არამხოლოდ სახელიანი, არამხოლოდ ფსიქოლოგი, არამედ მოდელი. მოდი აი ხა ამის შესახებ მესაუბრე, შენს მერე ჩვენ უნდა ჩაგვერთოს ისრაელიდან თიკა მარინა გელაშვილი, რომელიც არის აქედან უკვე სახელიანი მარინა გელაშვილი, წაბრძანდა ისრაელს და ისრაელში ჩამოაყალიბა ქართული კულტურის ცენტრი, რომელსაც უკვე 8 თუ 9 წელია, მე-9 წელია ამუშავებს ძალიან დიდი წარმატებით და არის უამრავი სიახლის და ახალი პროექტების ავტორი. და გარშემო ყავს სულ უცხოეთში მოღვაწე ქართველები და აი მათი ჩართულობით ფეხზე დგას და რა თქმა უნდა პირველ რიგში მარინას მონდომებით და ნიჭიერებით დგას ეს ცენტრი ფეხზე. გაითიშა მე მგონი არაუშავს თიკა ცოტა ხანში. კი, არაუშავს. და თიკა მე მაინტერესებს, ეხლა თიკა დაგვიბრუნდება ჩვენ, მე მაინტერესებს თიკასგან როგორც ფსიქოლოგისგან გავიგოთ როგორ უნდა წარმართოს თავისი გზა ადამიანმა, რომ აი ამხელა წარმატებას მიაღწიოს და რა არის აუცილებელი ამისთვის და შემდეგ შენი მოდელობის შესახებაც 2 სიტყვით გვითხარი. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია თქვენთან ეთერში ყოფნა. დავიწყებ იქიდან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის შრომა, მოქმედება, мотивация, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იმ მომენტში არ იყოს мотивация, თუმცა როგორც კი მოქმედებას ვიწყებთ, мотивация კვლავ გვიბრუნდება. შესაბამისად, რომ ვიმსჯელოთ, мотивация რა არის? ენერგია მუდმივად გამომუშავდება მოქმედების პროცესში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი უწყვეტად ვითარდება და მიდის წინ, შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობები ეძლევა, უფრო მეტი წინსვლის საშუალება, საინტერესო ადამიანებს ეცნობა, საინტერესო კონტაქტები მოდიან მის ცხოვრებაში და ხდება ურთიერთგაცვლა აი ამ ენერგიის და ცოდნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების გზაზე. შემოიკრიბო ისეთი ადამიანები, ვისაც შენი წარმატება უხარია, შენი სჯერა და მუდმივად გაძლევს мотивациას. ასევე უნდა იყოს შემდგომ სხვისი ინსპირაცია, რომ ბევრ ადამიანს გაუჩნდეს არსებული რესურსების გამოყენების უნარი. ეს უნარები ადამიანებს აქვთ, მაგრამ ზოგჯერ ავიწყდებათ და შეხსენება სჭირდებათ. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, მოდელობას არაჯერ ფსიქოთერაპიიდან დავიწყებ, ეს არის ჩემი ცხოვრება, პროფესიას ვერ დავარქმევდი მხოლოდ. იმდენად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, რომ ამით ვივსები, მიუხედავად იმის, რომ ბევრ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია, ასევე მუშაობა როგორც ფსიქოთერაპევტს და რეალურად ამ კვირაში მართლა მესამე ქვეყანა, მილანში ვარ, ამ წუთას ვილა ბორომეოში, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში, წარმოვადგენ სხვათა შორის ქართველ დიზაინერს, ნინი ჯულაყიძეს. ლიმას ენჯელსის აი კაბა მაცვია და ცოტა ხანში იქნება ჩემი გასვლაც. და ძალიან ერწყმის უკან შენს ფონს შენი კავის ფერი. სპეციალურად დადგებოდი, ზუსტად ვიცი ახლა. კი, შევარჩიე რა თქმა უნდა, ეს ფერი შევარჩიე და არა შემთხვევით. აი ნახეთ, კადრში ჩემო გოგონა მომაწონა. ლიზიც მანდ არის? კი, ჩემი გოგონაც აქ არის, ჩემთან ერთად. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ლიზი თვითონ ძალიან წარმატებული ტანმოვარჯიშია, მხატვრულ ტანმოვარჯიშს მიჰყვება.
დიახ, და რაც შეეხება კულტურას, კულტურა ეს არის ადამიანის სულის საზრდო. გუშინ ვიმყოფებოდი ავსტრიაში, მოგეხსენებათ ავსტრია როგორ გამოირჩევა კულტურით, როგორ გამოირჩევა კულტურული ღონისძიებებით და ზუსტად ძალიან ბევრი ქვეყანა იყო გაერთიანებული კულტურის ფარგლებში, იქაც ქართველი იყო, სხვათა შორის ორგანიზატორი და ძალიან მიამაყება ამდენი წარმატებული ქართველი რომ ყავს, ქალბატონი ირმა მანჩგალაძე, რომელიც სულის ჩამდგმელია ამ ღონისძიების და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაამეგობროს და აკავშიროს კულტურის და ბევრი სიკეთეების კეთების ფარგლებში. უფრო კონკრეტულად რო გითხრა, რა სახის ღონისძიება იყო? ანუ კულტურას ყველა სფერო იყო? კი, ყველა სფერო იყო, იყვნენ მომღერლები, იყვნენ მუსიკოსები, იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მოკლედ შერეული საზოგადოება იყო ავსტრიის პრინცესა მარგარეტა ჰაბსბურგი, ასევე იმყოფებოდა ამ ღონისძიებაზე და წარმოაჩინეს ბევრი წარმატებული მუსიკოსი, მოცეკვავე, ბალერინა, დიზაინერები, ანუ უწყობენ ხელს მაქსიმალურად, რომ სოფლიომ გაიცნოს ეს ადამიანები, ერთიანდებიან, ერთიან სიკეთეს აკეთებენ, ერთიან საქმეს უძღვებიან და ძალიან მნიშვნელოვანია. და რამდენ ხანში ერთხელ ტარდება ხოლმე თიკა? ეს ვენაში წელიწადში ერთხელ, მაგრამ შემდეგი უკვე იქნება სხვა ქალაქი და იმედი გვაქვს, რომ თბილისშიც გვექნება ანალოგიური ღონისძიება, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ბუნებრივია ვმუშაობთ ამაზე. დანარჩენს უკვე შემდგომ შემოგთავაზებთ. შენ რა სახით იყავი ჩართული? როგორც თანაორგანიზატორი. ძალიან სასიამოვნოა. მოდი ახლა შენ მე ვიცი რომ რამდენიმე საათში, უბრალოდ ამ პოდიუმის შემდეგ შენ გაქვს კონფერენცია, ხო? თემით გამოდიხარ. მოდი აი ახლა თემის შესახებ მელაპარაკე, რა თემაა ეს და რას ეხება? კი, ჩემი კონფერენცია, რომელზეც ვიღებ მონაწილეობას, ეს არის ონკოლოგიის ნაწილი. ჩემი სამაგისტრო სწორედ უკავშირდება ონკოლოგიას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო სექტორშიც მოღვაწეობ და ჩართული ვარ აქტიურად ბევრ გოგონასთან ერთად ონკოპაციენტების უფლებების დაცვაში, ფსიქორეაბილიტაციაში და მხარდაჭერაში. და ხვალინდელი კონფერენციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა მხოლოდ ევროპიდან. იქნებიან წარმომადგენლები და გვექნება სამუშაო ვორქშოპი დილიდან, რომელიც დაიწყება დილიდან და გაგრძელდება საღამომდე, სადაც გავუცვლით ერთმანეთს და გავუზიარებთ ჩვენს მუშაობის პრინციპებს, სიახლეებს და აი რასაც ეს ახალს გავიგებ და მნიშვნელოვანს აუცილებლად ჩამოვიტან საქართველოში. და როდის ჩამოდიხარ? 2 მარტს. 2 მარტს ჩამოდიხარ და ჩვენ შენ გელოდებით და მოდი მანამდე ახლა პოდიუმის შესახებ მითხარი, კიდევ ერთხელ ვისი სამოსით გადიხარ, რომელ დიზაინერს წარადგენ და რამდენჯერ მოგიწევს დღეს ჩვენებაზე გამოსვლა? დღეს წარმოვადგენ ქართულ დიზაინერ ნინი ჯულაყიძეს, ბრენდი არის Dimas Angels-ი. უკვე მეორე სხვათა შორის საზღვარგარეთ მონაწილეობს. ორჯერ ჯორჯია Fashion Week-ზე, პარიზშიც ამ დიზაინერის სამოსი მეცვა და ეხლაც მილანის Fashion Week-ზეც სწორედ მისი სამოსი. აღნიშნეს, რომ ჩემი თმის ფერს უხდება და შესაბამისად ფონით შეგირჩიეთ, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად პოზიტიური. ძალიან ლამაზი კადრია, ისევე როგორც შენ ხარ ულამაზესი. დიდი მადლობა. და ველოდები მოკლედ ჩემს გამოსვლას ჯერ არ არის დასრულებული, უბრალოდ ეთერის გამო გამოვედი. და წარმატებებს გისურვებთ. გაგიშვებთ ახლა ჩვენ. კი, შენთან ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი, მაგრამ ვიცით რომ ახლა გელოდებიან იქ და ჩვენთანაც ისრაელი უნდა ჩავთოთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის. ლიზის მოკითხვა ჩვენგან და გელოდებით თბილისში და ამ სტუდიაში. წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერად. მადლობთ თიკა. ახლა რამდენიმე ხანში როგორც უკვე მოგახსენეთ, ისრაელში არაერთ გზის მქონია, ზოგჯერ ხუმრობთ ხოლმე მარინა გელაშვილი და მე რომ თანაწამყვანია მარინა მეთქი, მარინა გელაშვილი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას. მარინა გელაშვილი გახლავთ ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ წავიდა საქართველოდან. საქართველოში იგი უკვე იყო შემდგარი ხელოვანი, იგი უკვე იყო რეჟისორი. აქ ძალიან ბევრი უამრავი
საინტერესო პროექტის ავტორი. ამას ეხა ხას მე რატო ვუსვავ ყოველთვის, რომ ასე ვთქვათ, რაღაცის გამო არ წასულა. მარინამ ჩათვალა, რომ აქ რაღაცნაირად უკვე გააკეთა იმ პერიოდისთვის მისი გასაკეთებელი და უნდოდა რომ ეხა ეს სწორედაც იმ ქართველებისთვის მიეცა ეს ინსპირაციაო წეღან თიკა მახსენა და ინსპირაცია ყოფილიყო მოტივაცია იმ ქართველებისთვის იმისა რომ არ უნდა დაეცეს არავინ ანუ იმ არ უნდა მიაქციოს ყურადღება დავუშვათ არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება მაგრამ ვიტყვი სიდუხჭირეს არ უნდა მიაქციოს ყურადღება ის სიდუხჭირე გაივლის და ხასიათი დარჩება და ამიტომ მუდმივად უნდა იყვნენ ამაღლებულ ხასიათზე და სწორედ ამას აკეთებს მარინა რომ აი ამ სიდუხჭირემ ხელი არ დალიოს უცხოეთში მოღვაწე ქართველებს რომლებიც სათითაოდ ყველა დაბრუნდება აკი უწმინდესი ბრძანებს რომ ყველა ჩამოდითო და სთხოვს ყველას უცხოეთში მოღვაწე ქართველები ვინც არიან და ცხოვრობენ რომ ყველა ჩამოდითო და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჩამოვა და აი მარინა სწორედაც მაგიტომ წავიდა ისრაელს გაემგზავრა რამდენიმე წლის წინ რომ აი ეს უცხოეთში მოღვაწე ქართველებისთვის აემაღლებინა ეს თავისი სულიერება როგორც იტყვიან მიეცით ადამიანებს სულიერება და პური არა მიეცით ადამიანებს დაიწეს ზრელი შეიხლებ და სანახაობა და პური და აი სწორედ აი ამ სანახაობას მუდმივად აწვდის მარინა და ამითი შემდგომ იმ შედეგს ვიღებთ რომ ვისაც აწვდის ამ სანახაობას ანუ თუ ერთ დღეს მაყურებლის როლშია იქ ვიღაცა მერე უკვე მიდის ამ ცენტრში და უკვე თავად ერთვება მოკლედ ხაზზეა მარინა და მე მას მივესალმები მოგესალმები მარინა ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის მოგესალმებით მოდით დიდი მადლობა თქვენ რომ ყოველთვის ყურადღებას აქცევთ ჩვენ საქმიანობას პირიქით მადლობა რასაც თქვენ აკეთებთ მანდ მთელი გუნდი მარინა მე ვთქვი რომ უამრავი სიახლის და უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი ხარ და ეს არ ახალია ყველამ კარგად ვიცით უბრალოდ მე მინდა ეხა იმ სიახლეზე ვისაუბროთ რომელიც თავად უნდა გააჟღეროთ მე არაფერი მითქვას ამ სიახლის შესახებ ფესტივალს გულისხმობ კეთილი დიდი მადლობა დიახ, მოგეხსენებათ 9 წლის მანძილზე უამრავი მნიშვნელოვანი კულტურულ საგანმანათლებლო პროექტები. ეს არ არის უბრალოდ სანახაობა, დროის გასაყვანი, გასართობი, გასახალისებელი, ეს არის ამავდროულად კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, ყველა დროში, ყველა ეპოქაში და ყველანაირ პოლიტიკურ სიტუაციაში და ყველა ქვეყანაში. ქართულმა ხელოვნების ცენტრმა ეს მისია მოგეხსენებათ იტვირთა 9 წელია საკმაოდ წარმატებით უძღვება, რადგან თვითონ არა მარტო მარინა, მთელი გუნდი არის მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ გააცნობიერა, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე. ეს ქართული საქმე ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ძალიან ღირსეული ადამიანები და ამ უცხო სამყაროში, სხვა ქვეყანაში ჩვენი თავი უნდა წარმოვაჩინოთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ისტორიას, ჩვენს კულტურას, ჩვენს სამშობლოს საქართველოს და აი თითოეული ღონისძიება არის გამსჭვალული ამ სულისკვეთებით. ეხლა ჩვენ ვემზადებით თვითშემოქმედების ფესტივალის ჩასატარებლად. რატომ გვინდა ეხლა ეს თვითშემოქმედების ფესტივალი? 9 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი და კარგი ადამიანი გავიცანით. არა მარტო ქართველი. და ადგილობრივი ებრაელები ესენი იქნებიან რუსული წარმომავლობის, უკრაინული წარმომავლობის, აშქენაზები, ანუ ევროპული წარმომავლობის და ჩვენი ქართველები ხო არიან და არიან. და მათაც ძალიან უნდათ ჩვენთან თანამშრომლობა, ხშირად არიან ხან მაყურებლის როლში, ხან თავადაც მონაწილეობენ. და თუკი ჩვენ შეგვიძლია რომ გავაერთიანოთ ადამიანების სულისკვეთება,
თუ კი ეს ჩვენ შეგვიძლია მოგეხსენებათ იოლი არ არის დააორგანიზო ღონისძიება მოიყვანო მაყურებელს წარუდგინო მიაწოდო გემოვნებიანი პროექტი რომ ის კმაყოფილი იყოს იმ წუთებში და უკმაყოფილო არ გავიდეს და მთელი ცხოვრება გაყვეს და აუცილებლად უნდა გაყვეს იმიტომ რომ ჩვენ ეს ქართველებს ყველაზე მეტად დღეს შეგვიძლია ყველაზე მეტად დღეს გვჭირდება რომ სხვა ქვეყნის მაყურებელს მივაწოდოთ ის რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაუჩნდეთ კიდევ უფრო მეტი პატივისცემა ქართული კულტურის და ქართველი ადამიანების მიმართ. რამე თუ იცით რა, ჩვენი პროექტები განმსჭვალულია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდა მრავალ ასეულობით წყლობის მეგობრობა ქართულ-ებრაული ურთიერთობები, მაგრამ დავიყვანოთ ისრაელ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფოს თავისი საქმე აქვს, პოლიტიკოსებს თავისი საქმე აქვს, მაგრამ უბრალო ადამიანებსაც ძალიან კარგად შეგვიძლია ეს, ამას ქვია სახალხო დიპლომატია და გამოგდის, რადგან ჩვენთან თანამშრომლობა უნდათ ადამიანებს, რომ თავიანთი ნიჭი, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ ჩვენს მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას. მარინა, წერან ფსიქოლოგი თიკა ყავდა ჩართული და სხვათა შორის მან ახსენა, რომ გაცვლა ენერგიის და ცოდნის გაცვლა მნიშვნელოვანიაო. აი, ну, იგივე თქვით ახლა თქვენც ხო და მე ვიცი რომ ჩვენ კიდევ ერთი ჩართვა გველოდება ქალბატონი დიანა, თუ ესაუბრეთ თქვენ. დიახ. ანუ ხაზზეა ქალბატონი დიანა ირაკლი. დიახ, ქალბატონი დიანა, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი მონაწილე თავისი მრავალრიცხოვანი გუნდით. არა, ჯერ არ არის ხაზე. მარინა, ეხლა ჩვენ ცოტა ხნით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ქალბატონი დიანას ჩავთავთ, თუმცა მანამდე მე მინდა მარინა გელაშვილმა გამოგვიგზავნა თბილისო ივრითულ ენაზე. თბილისო შემოგთავაზებთ ეხლა, რაც გაჟღერდა ისრაელში. და შემდეგ ქალბატონი დიანა ჩაერთობა და მარინა არ წახვიდეთ თქვენ არსად, თქვენ დაგიბრუნდებით ჩვენ აუცილებლად. თუ შეიძლება ვიდეო გავუშვათ. და სხვა შორის პირველად ესკოლათა ფერმა ჩვენ.
ნათია სუდაძე და თავისი გუნდი რომელიც სხვათა შორის ისიც უნდა ითქვას რომ როდესაც მარინა გელაშვილი თხოვს რომ იქ დასამუშავებელია ესა თუ ის სიმღერა ნათია სუდაძე მაშინვე მიემგზავრება იქ და ყველაფრის გარეშე გვერდით უდგას ისრაელში არსებულ ქართული კულტურის ქართული ხელოვნების ცენტრს. ქალბატონი დიანა თუ არის ხაზზე. ქალბატონო დიანა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. კარგად, თქვენ ხომ კარგად ძანდებით? მადლობთ. ქალბატონი დიანა, ძალიან დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის. უკანაი როგორ ის ინსტრუმენტი გიმშვენებთ უკანა ფონს და მოდით ქალბატონო მარინამ ისაუბრა თვით შემოქმედების ფესტივალის შესახებ და აი თქვენი ჩართულობა როგორ ხდება და ვისთან ერთად უნდა ჩაერთოთ თქვენ ახლა თვით შემოქმედი და მოყვარული არ ბრძანდებით თქვენ ბრძანდებით პროფესიონალი მუსიკოსი ეს ყველამ კარგად ვიცით უბრალოდ გვერდით უდგეხართ ქართული ხელოვნების ცენტრს ისრაელში და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენგან პირადად და გისმენთ. მადლობა. მე ძალიან დადებითად ვეხმეურები ამას, იმიტომ რომ ყველა შეუძლია თვითონ გამოხატვა, რაშიც მას სურს ყველა ადამიანს და ჩემთან არიან ქართველი ებრაელები, მუსიკოსები, რა თქმა უნდა, კომპოზიტორიც, ყველა ესენი არიან მოყვარულებიც, არიან რუსეთიდან, უკრაინიდან ებრაელები, რუსულ ენოვანი და მათ ძალიან მოსწონთ ქართული მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა. თვითონ შემთხვევით გავიცანი ერთი ქალბატონი, მერე მას მოყვა სხვა და როდესაც მისმენდნენ, ძალიან მოეწონათ და შემთავაზეს თუ შეიძლება თქვენთან არიან პროფესიონალებიც და არიან მოყვარულებიც. დიდი სიამოვნებით დაეუფლენ. იცით როგორ სწავლობენ, აი მე რუსულად ვუწერ სიტყვებს და სწავლობენ და მე ზოგიერთი, რა თქმა უნდა, ყველაზე პირად ვერ იმახსოვრებს, მაგრამ ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად შემოდგნენ ხმებში. რამდენი ადამიანი იღებთ თქვენიდან მონაწილეობას ქალბატონიდან? 4-5, ზოგჯერ არის ხოლმე ყველა ვერ მოდის ხოლმე ესე იგი ინტენსიურად, მაგრამ 4 ადამიანი ნამდვილად ეს ჩვენ სულ 8 ვართ. და ქალბატონიდან ეს არაქართულ ენოვანი ხალხია. მე ვამბობ არაქართულ ენოვანზე. მე ვამბობ რუსულ ენოვანზე. ეს არის თქვენი დამსახურება, ნუ პირველ რიგში ხა ქართული მრავალხმიანი და ლამაზი სიმღერის დამსახურება და თქვენი დიდი დამსახურება და დიდი წვლილია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, როდესაც ჩატარდება ფესტივალი, თქვენ მიიღებთ მონაწილეობას და ჩვენ რა თქმა უნდა ამ კადრებს შევთავაზებთ. კარგი, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება მარტო რუსული არა, რუსულად, უკრაინულად, იმიტომ რომ არიან უკრაინიდან, არიან დონეცკიდან, არიან კიევიდან, არიან ვორონეჟიდან არის ქალბატონი დიახ, იდიშურად, იდიშზედაც უნდა იმღერონ. აჰა, გასაგებია და მხოლოდ პროგრამაში როგორ არის? ქალბატონი, პროგრამაში როგორ არის? მხოლოდ ფოლკლორი თუ ესტრა არა მარტო ქალაქური სიმღერები? ქართული ხალხური ფოლკლორი, ქალაქური ფოლკლორი და რა თქმა უნდა მრავალხმიანობა ვოკალიზით, ესე იგი აკაპელა. აკაპელა. უღრმესი მადლობა. რაიმე ხომ არ გაქვთ დასამატებელი კიდე? არა, მე მაგალითად ძალიან მევეხმაურები ამ ფესტივალს. მარინას გვერდით ვარ, მარინა ჩემს გვერდით არის და იცით რა არის? ეს მანიჭებს დიდ სიამოვნებას. და ამიტომ ჩვენ ვართ როგორც აი წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ დიდი მადლობა. ბედნიერად ბრძანდებოდეთ.
ეს ასევე მარინას გვერდით ვარ, მარინა ჩემს გვერდით არის და ეს მანიჭევს დიდ სიამოვნებასო ბრძანა ქალბატონმა დიანა ბენიაშვილმა და სწორედ აი ეს მინდა მარინას ახლა ვკითხო, როდესაც ტექნიკური ამბებია, ცოტა მოგვიან. არა, უკვე აქ არის მარინა. აი ეგ მინდა კითხო ზუსტად, რომ ქალბატონმა დიანამ ბრძანა, რომ მე მარინას გვერდით ვარ, მარინა ჩემს გვერდით არის და წეღანთი კაი წურაძემ თქვა, რომ ერთმანეთით ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე-9 წელია ხო არსებობს ეს კულტურის ცენტრი, ისრე ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში და ეს არის ხელმძღვანელი ძალიან დიდი დამსახურება, რომ ეს ცენტრი არსებობს, თუ დავუშვათ ერთადერთი წევრები იმ შემთხვევაში იცვლებიან, თუ საქართველოში ჩამოდიან წევრები და ასეთი შემთხვევებიც არის თუ არა და იზრდება. აი ერთი მარტივი შეკითხვა, როგორ ახერხებ? სიყვარულით. გეთანხმები. დაგიჯერონ. უნდა დაინახონ. და სიმართლით. რომ გულწრფელი ხარ. არ თამაშობ, გულწრფელი ხარ. და მოდი. იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს გულის სიღრმეში ის, რისი გამოვლენაც უნდა. ყველა ადამიანი ელოდება მეორესგან სითბოს, სიყვარულს, ეძებს და ელოდება და ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობს. და როდესაც გიპოვნიან, მერე გისრუტავენ. და თქვენ უნდა ნახოთ, როდესაც ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, ის ურთიერთობები, ან როგორ მიგვიხარია, როცა გაიგებენ, რომ უნდა ჩავიდეთ ჩვენ დიანას კოლექტივი, ხო? როგორ უხარიათ, ესენი ხო ყველანი ქართველები არ არიან, ანუ ქართველებსაც და არა ქართველებსაც. როგორ უხარიათ ჩვენთან ურთიერთობა, და გარდა ამისა ხო და კიდე იმაზე, წეღან ბრძანე შენ და ეხა მე გავიმეორებ და ვიტყვი, ეს შემეცნებითი ხასიათი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი იგივე რუსი ებრაელები არიან, იგივე უკრაინელი ებრაელები არიან, მათ შეიყვარეს ქართული მუსიკა. ეს შემეცნებით ხასიათს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე აი ამ ხელოვნების ცენტრის არსებობაში. მარინა, რამის დამატება თუ გინდა გითხარი და თუ არა და კი ბატონო, მე მინდა ეხლა თქვენ გაუშვით თბილისო ივრითულად, ეს არის პირველი შემთხვევა ქალბატონმა იზოლდა კრიხელმა, თბილისის ტრფიალმა თარგმნა და რა თქმა უნდა ქართული კულტურის უნიჭიერესი ქალბატონი არაჩვეულებრივად წერს, ისე ძალიან კარგად იკითხება. ვცდილობ ხოლმე რომ ჩემს ღონისძიებებზე ფრაგმენტები მისი წიგნიდან ამოვიღო და დავანახო როგორ უყვარს საქართველო, ქართული კულტურა, ქართველი ერი და უფრო მეტიც ძალიან წუხს რომ ტელევიზიებით, რადიოთი რაღაცა კარგი ქართული აღარ ისმინება, რომ სოციალურ ქსელში გრამატიკული შეცდომებია, გაუფრთხილდით ამენას, აი ასეთი ქალბატონია იზოლდა კრიხელი, რომელმაც თარგმნა თბილისო ივრითულად საგანგებოდ ნათია სუდაძეს უნდა შეესრულებინა სოლო, ამოვიდა ნათია, მოამზადა თვითონ გამოთქმებში ნათია და აი ექსკლუზივი იყო ნათიასი, შემდეგ ბიჭები ამოუდგნენ გვერდში, პეპხია კუჭუხიძე, რატიგელოვანი, თენგიზ გაბაიძე და შესრულდა. მან დარჩანდა მაყურებლის ოვაცია და ემოცია, ეს იყო სასწაული. წარმოდგენილი მაქვს. ეხლა ჩვენ ისრაელის სახელმწიფო რადიომ გვთხოვა, რომ გავაკეთოთ ჩანაწერი უკვე მთლიანად ებრაელების შესრულებით და ექსკლუზივი სტუდიური ჩანაწერი გავაკეთოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო რადიოს დარჩეს ეს ჩანაწერი. აი ხო, მაგრამ ექსკლუზივი ჩემთან იყო. კარგით, მარინა, ძალიან დიდი მადლობა, რასაც აკეთებ და რასაც გააკეთებ და ჩვენ მუდმივად გავაშუქებ. თუ მაქვს დრო, ძალიან მინდოდა გვარი დამავიწყდა, ახლა ამოწერილი მაქვს ქართველი ებრაელის საფლავზე დაწერილი ლექსი და მე ამასაც, ანუ თვითშემოქმედების ფესტივალი, მე ასეთი ადამიანების გარდაცვლილებსაც უნდა მივაღებინო მონაწილეობა, რამე თუ მე ვერ მოვასწარი მათთან ურთიერთობა. მხატვარი არაჩვეულებრივი თბილისის ხედები აქვს და საფლავზე თავისი ლექსი აქვს წარწერილი და მოდით ამასაც წაგიკითხავთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს სიყვარული გაძლიერდეს. ჩემს ლამაზ თბილისს დავხატავ ისე, ყდარმაც კი იგრძნოს მისი ფერები. ავახვევ ტილოს, ჩავიკრავ გულში
ჩემს ქალაქს ასე მოვეფერები. საოცარი თბილისის მხატვარი იყო ეს ადამიანი და ოჯახმა საფლავზე მისი დაწერილი ციტატა წარუმძღვარა. აი სამკალიფრია დარს. ამ ყველაფერს უნდა მოკრება, ამ ყველაფერს უნდა მოტანა. და მაგას ყველაფერს კრიბავ და ეგ ყველაფერი მოგაქვს ჩვენამდე და დიდი მადლობა მარინა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩართვისთვის. გაიხარეთ. და მადლობა აი ესეთი საინტერესო სიახლისთვის, რომელსაც თვითშემოქმედების ფესტივალი ქვია. ჩვენ ყველა სულ მოუთმელად ველოდებით ამ ფესტივალის ჩატარებას. წარმატებები ყველა სფეროში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. დროებით.